ეს ჩამოიღე. არ გადაიღო. მოიღე. ერთი წუთი მოგზაურე. კანონს ხო არ გქონდეს ეს მოგზაურე. რატო არ გქონდა კანონს? რატო პარლამენტის წევრს რატო მიღება შევიგე? ერთი წუთი მოგზაურე. ერთი წუთი რატო? ელი გაუშვა. არ უყურებენ ტელევიზორს. ჩემო, როგორც გავჩი, შეუროც მოუნა. გაჩები რა, შეკიდე, თქოს უმასწავლის ადმინ უყურებენ. აი, ჩვენი სხვა პარლამენტის წევრსაც ვეღარსებენ, როგორ განაგებენ. აი ხა ჩავწერ ჯერ და სანამ არ ჩავწერ ხოლმე ჯერები რა გამოვლენ შსს სამინისტრო ჩემი დაკავება და ჩვენი დაკავება დღევანდელი ამ რაც მოხდა შეხლა შემოხდა არაფერი იმასთან დაკავშირებით შედარებით რაც გარაგადაწყვეტილებად სასამართლომ მიიღო ვანო მერაბიშვილს მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე 26 მაისთან დაკავშირებით ეს არ არის მარტო ვანო მერაბიშვილის მისჯა და დასჯა ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასჯა ეს არის მისჯა და დასჯა ყველა იმ რიგითი პოლიციელის და მოქმედის და ყოფილის რომლებიც 26 მაის პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას და ასრულებდნენ აბსოლუტურად კანონიერ მოქმედებებს და კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს დასაჯა იმისთვის რომ ჩვენ ქართველები ვიცავდით საქართველოს 26 მაისის აქციებზე გამოსული ქართველი ტიტუშკებისგან დღეს საბოლოოდ დაიმსგავსა ჩვენი ხელისუფლება ატყვე განშენებულ იანუკოვიჩის ხელისუფლებას მოაწყორა საბოლოო პრემიერა არიბაშვილის და ივანიშვილის ასე ვთქვათ პირადი გვარდიის დედოფლის თავიდან გამოყვანილი ადამიანებისგან შექმნილი ჯგუფის რომელსაც შეიძლება თავამად უკვე უწოდოთ ქართველი ტიტუშკები ანუ ჯგუფი რომელიც ებრძვის საკუთარ ხალხის საწინააღმდეგოდ იცავს ხელისუფლების კონკრეტულ პირებს ამ შემთხვევაში უმაღლეს პირებს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რომ ესენი პრაქტიკულად ყოველდღე რომ დავაკვირდეთ მუშაობენ დინამიურ რეჟიმში იმის მიხედვით როდის სად გაკეთდება და ვის მიერ ხელისუფლების არასასურველი განცხადება გადაადგილდებიან იქ თუ გადაადგილების საშუალებებს დავაკვირდებით მანქანებს კონკრეტულად ძალიან ადვილად მიუხვდებით თუ რა პრინციპებით მუშაობენ ეს ადამიანები რა თქმა უნდა ეს არის მუშაობა თანხაზე მუშაობა კონკრეტულ თანამდებობებზე კონკრეტულ თქვათ სამომავლო შეფერებებზე და ეს არის ძალიან სამარცხვინო რამ პირდაპირ ვთქვათ სწორედ მათთან თქვათ მათი ლევანდელი დავალების შესრულების დროს რაც გამოიხატებოდა უშუალოდ ლანდგვაგინებაში და იმიტაციის შექმნაში რომ ვითომდათ ეს არის რაღაც ანუ ზაგმაი გაზარალებული ან აფხოსებული მოქალაქეთა ჯგუფი რაც უელი მათ ჩვენ აქტივისტებთან დაპირისპირების შედეგად როდესაც მათ პოლიციამ გაუხსნა კარი და შეუშვა მიუშვა ჩვენ წარმომადგენლებზე ამ შედეგად გააკავეს ისე ჩვენი წარმომადგენლები ეს აღმოჩნდებელია რა თქმა უნდა ამიტომ ჩვენ ხარში დაუდებით ამ ადამიანებს ველოდებით გაათავისუფლებენ როგორც ჩანს და ჩვენ გომში რაღაც ალბათ უნდა მოიფიქროს ყველამ ამ ტიტუშკებთან ბრძოლის რაღაცა ბრძოლის რაღაც მეთოდი იქნება აუცილებლად და ესე რაღაც ისინი ვერ ინავარდნენ ფაქტია რომ ეკმასონიერად და ამას არიბაშვილთან სინამდვილე ამაზაში პირადად ინფორმაციას იქნება არაფორმალური ჯგუფები რომელთა ერთადერთი მიზანია ეს ქალაქს პროვოკაციაზე წამოაყროთ და შემდეგ პოლიციამ ეს პრობლემა გააბრალოს ისე როგორც მთავრობას სურს მეც არაფერს არ აკეთებდი უკრაინაში ტიტუშკები ეს მართლაც გავსება მაგრამ ფაქტობრივად ეს არის ძალიან სახიფათო და საგანგაშო ამის ისტორიული გამოცდილება ჩვენ გვაქვს რომელსაც თავდადებული შეიქმნა და შემდეგ ის პრობლემიდან გავიდა მე მინდა უთხრა მთავრობას რომ ნაცვლად იმისა რომ
დაფინანსებული ჯგუფები დაძლებდნენ სხვადასხვა ადამიანებს ქუჩაში და აშანტაჟებდნენ ხშირ შემთხვევაში წემდნენ, გადავიდნენ კონსტრუქციულ და თუ საჭიროა იდეებით ბრძოლაზე და არა ქუჩის ბრძოლებზე. იმიტომ რომ ქუჩის ბრძოლებით გამთავრდება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ქვეყანა დაზარავდება. სამწუხაროდ ანალოგიური შეფასება შეიძლება გაკეთდეს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მთავრობის ზეწოლით მიიღო სასამართლო. სასამართლო დღევანდელი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ივანიშვილმა და ყარიბაშვილმა სანქცირება მიცეს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია შეეკრას რუსეთს, შეუძლია შეეკრას ქვეყნის მტერს, შეუძლია აიღოს და ისროლოს მოლოტოვის კოქტეილები, შეუძლია ჩასაშალონ ეროვნული გასასწაულები და გააკეთონ ყველაფერი და ეს იქნება დაუჭერა. ეს არის ძალიან საფრთხო ტენდენცია, რომელიც ქვეყანას არ მოყვანს სიგრძეზე. მე მიამაყება ამ ბავშვების, რომელიც აბსოლუტურად უთანასწორო, იმიტომ რომ ცალკე პოლიციელები და ცალკე სულად უთანასწორო ბრძოლაში მაინც საკუთარ პოზიციას იცავენ. რაც უფრო მეტი იქნება დევნა, მით უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი. იმიტომ რომ სამოქმედო ჯამში რასაც დაწესა, იმას მოიწევს. ეს თავრობა მეტი არაფრით არ არის დაკავებული, თორე თავის პოლიტიკური ოპონენტების ქუჩაში დევნის. ხელწერილით არიან გათავისუფლებულები. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მაინც შედგება, შეადგინეს პატრულის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ყოფნი. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად ის შეფარდებას მოითხოვს შენგასაკითხ სამინისტრო ამ შემთხვევაში. ფაქტი არის, რომ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები, მან ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება თავისუფალი ზონის და სხვა ადამიანების, რომლებიც იქ იყვნენ და ამის შედეგი იყო სწორედ ის, რომ სრულიად შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით და გინებით ადამიანები გამოიყვნენ ამ ჯგუფს და მოხდა ინციდენტი. ფაქტია, რომ თავისუფალი ზონის წარმომადგენლები თავდაცვის მიზნით ცდილობდნენ მოგერიებას ამ შემოტევების, გინების, ჩვენთვის გაურკვეველი არის სასამართლო კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა გაწყვეტილებას. ფაქტია, რომ დღეისათვის სამივე თავისუფალი ზონის წევრი არის თავისუფალი.